საქართველოს ბრუნდება DST-ში ბრიუსელის ნაცვლად თქვენ გეყოლებათ მეტი მოსკოვი წარმატებებს გისურვებთ ქვეყნის წარსულში დაბრუნებაში განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროსკოპთან საუბრისას. დღეს მის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. საქართველოს მხოლოდ ჩამონათვალშია და კრიტიკულად არის შეფასებული. აუსტრევიჩუსის თქმით რეზოლუციაში საქართველოს მესამე ჯგუფშია, რაც ინტეგრაციის პოლიტიკის არარსებობას გულისხმობს. ირანმა იორდანიაში გერმანიის საჰაერო ძალების ბაზა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. შპიგელის ცნობით ტერიტორიაზე ამერიკისა და გერმანიის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბუნდესვერის ჯარისკაცები იმ დროს თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ამიტომ არავინ დაშავებულა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლასთან დაკავშირებული ორგანიზაციის აქტივები და საცავები დაბომბა. აღნიშნული ობიექტი გამოიყენებოდა იარაღის შესაძენად და ტერორისტებისთვის ხელფასების გადასახდელად. ტრამპთან შეხვედრისას პარტიის დონორებმა 2028 წლის არჩევნებისთვის მხარი რუბიოს დაუჭირეს. ამის შესახებ NBC News-ის შეხვედრაზე მყოფ პირებზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით მარ-ალაგოს რეზიდენციაში ამერიკის პრეზიდენტმა სტუმრებს პირდაპირ ჰკითხა ვიცე-პრეზიდენტ ვენსსა და სახელმწიფო მდივან რუბიოს შორის, რომელს აირჩევდნენ. ორი წყარო ამბობს, რომ დონორებმა მხარი ერთხმად რუბიოს დაუჭირეს. მესამე წყარო ცნობით კი პასუხები თანაბრად გადანაწილდა.